იცი რა ემართებათ ქალებს ავღანეთში, ხო ესეა? ტალიბანი. რას უკეთებს ტალიბანი ქალებს? როგორც ჩანს, ამ სულელ ამერიკელ ახალგაზრდა ქალს გონია, რომ თავისი ცხოვრების სიყვარულისთვის, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. თუ მართლა გინდა იცოდე რა ხდება ავღანეთში ქალებთან, ჩვენ გვაქვს ყველა ვიდეო მასალა შენთვის. გაფრთხილება. შეიძლება მძიმე იყოს. წინამძვილეში ეს ყველაფერი არც ისე კარგია, როგორც ეს სულელი TikTok-ერი აჩვენებს. მოგესალმებით პოსტბექში, მე ვარ ირაკეი, თქვენი წამყვანი და ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ სულელი ლიბერალი ქალები ავღანეთში გასათხოვრა წასვლისგან. საოცარი. გულისხმობ Courtney ამას სულ მეკითხება, ამიტომ გადავწყვეტე ვიდეოთი უპასუხო. ჩვენ სინამდვილეში ერთმანეთს Snapchat-ზე 2024 წლის ივლისში გავეცანით, ხოლო რეალურად პირველად 2024 წლის დეკემბერში შევხვდით. გულისხმობ, ვინ იფიქრებდა, რომ ისლამისტი მომთაფლელები ინტერნეტში გეცნობიან და არა რეალურ ცხოვრებაში და როგორღაც შენ შეგიყვარდება ბიჭი Snapchat-ზე, რომელიც გთხოვს ავღანეთში ჩახვიდე. ბიჭო, შენს მშობლებს კარგი საქმე გაუკეთებიათ. ეს ვიდეოა იმისა, რაც სინამდვილეში ხდება ავღანეთში. და იქნებ ერთ-ერთი მათგანი ის არის. ვინ იცის? ავღანეთში ქალებს მუშაობა აკრძალული აქვთ, მაგრამ ყინვაში თხოვნა არა, როცა კაცები სრული თავისუფლებით გვერდით ჩაურლიან. კარგი, ეს ქალები აქ სხედან. არ შეგიძლია. არ შეგიძლია. ვერ შეძლებ, ვერ გამოიცნობ, ვინ არიან ისინი, რა არიან, რა სწამთ, მაგრამ კაცებისგან უნდა ითხოვონ, რომლებიც სხვათა შორის უბრალოდ უგულებელ ყოფენ მათ. ხომ ასეა? პირდაპირ უბრალოდ უგულებელ ყოფენ. ეს არ არის ისე თითქოს მათ საჭმელს აძლევენ, რადგან ისინი ვერ მუშაობენ და ვერაფერს აკეთებენ. კარგია, რომ კაცება მათ მება მისცეს, სინამდვილეში გარეთ დასხმენ ჯგუფად და ნარჩენებისთვის ეთხოვათ. კიდევ ერთხელ დააკვირდი, როგორ არ უყურებენ ეს კაცები ამ ქალებს და არ ფიქრობენ, კარგი, რადგან ჩვენ მათ ყველა სოციალური სარგებელი წავართვით, რატომ არ ცადოთ და არ ვაჭამოთ ისინი? არა, ეგ არ უნდათ. მართლა ეს ისე მაბრაზებს. შეხედე რას ფიქრობს თალიბანი ქალებზე თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტია. რამდენად სულელია ეს გოგო. ალჰამდულილlah, ყველაფერი კარგად მიდის. ალჰამდულილlah, 420, ალჰამდულillah, აბია ბაჰრაინი. ეს მაინც მოიცავს ქალთა უფლებებს დემოკრატიის პირობებში. ყველასთვის აუცილებელია დაიცვან ისლამის შარია და რუკი ბიევერსი. მაშ, მაინც გჯერათ დემოკრატიული ხმის მიცემის. ხალხს ექნება უფლება, მისცეს ხმაურებიათ ქალ პოლიტიკოსებს. შენ ხარ ის, ვინც ამას გააკეთებს. შენ ხარ ის, ვინც ამას გააკეთებს. ისინი პირდაპირ იცინიან, როცა ის ეკითხება, შეუძლიათ თუ არა ქალებს მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ არჩევნებში, ან თავად იყვნენ არჩეულნი ხელისუფლებაში. ისინი მის კითხვაზე იცინიან, რადგან მათთვის ეს იმდენად სულელურია, რადგან ის ქალია. რა თქმა უნდა, ეს სულელურია. ესეთი რაღაცები იმდენად მაბრაზებს, რომ აღარ ვიცი რა უკოთავს. თალიბანი ქალებზე იცინის. ქალები ქუჩაში საჭმელს და ნარჩენებს ითხოვენ. ისინი პირდაპირ ძალადობის მსხვერპლნი არიან მამაკაცების მხრიდან. ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს თალიბანი. ყველამ ვიცით, რა ხდება ავღანელ ქალებთან.